ღმერთთა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ მოგიყვანა მარხვის ბოლოში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღით მთავრდება წმინდა 40-40-დღიანი მარხვა. აი დღევანდელი დღით მთავრდება. თვალინდელი დღე ლაზარეს შაბათი, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შაბათი. შემდეგ იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა. ეს უკვე სადღესასწაულო დღეებია, რომელსაც მოყვება განსაკუთრებული დღეები ვნების შვიდეულისა. ის ცალკე მდგომია კიდე. 40-დღიან მარხვაში არ შედის, ის ცალკე არის და მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად აღმატებულია და ჩვენ უკვე ველოდებით მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად. ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი, ვნების შვიდეულში, რომ ადამიანი ღვთისმსახურებაში იყოს ჩართული. იმიტომ რომ იქ არის საკითხავები ისეთი, რომელიც მართლაც აი თქოს გადაგიყვანს იმ დროში, იმ მოვლენების წინაშე დაგაყენებს, რაც ხდებოდა და უფრო მეტად შეგაგრძნობინებს იმ რეალობას, რაც უკავშირდებოდა მაცხოვრის ვნებას, მის ჯვარცმას, მის ტკივილებს, მის მოთმინებას ჩვენი სულების გადასარჩენად და ამის შემდგომ ადამიანს უფრო მეტი მადლიერება აქვს მაცხოვრის მიმართ, რომ აი რა მოითმინა ჩვენთვის, რა მოიმოქმედა. მან ადამიანურად, ესე იგი, როგორც ჩვენ გვეთკინებოდა, ისე დაითმინა ყველა ის ტკივილი, ყველა ის განწყობა, ყველა ის შეურაცხყოფა, ყველა ის გვემა, ყრიმლის წემა თუ შოლტით თუ სამსჭალი ჯვარზე და თავადაც გვეუბნება, რომ ვინც ბოლომდე მოითმენს, ის ცხონდება. მას შეეძლო, რომ ჯვრიდან გარდამოსულიყო, როგორც ეუბნებიან, აბა გადმოდი ჯვრიდან თუ ქრისტე ხარ. მაგრამ ის ჯვრიდან არ გადმოვიდა და ბოლომდე ჩვენი სიყვარულის გამო მოითმინა. და თითოეულ ჩვენთაგანსაც ეს გზა გვაჩვენა, რომ ჩვენს ბოლომდე უნდა მოითმინო, რომ გადარჩა. რომელმა დაითმინა სრულიად, იგი ცხონდეს. ამიტომაც აი ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც რაღაცა განსაცდელები შეგვემთხვევა, ყოველთვის ქრისტეს ჯვარი უნდა გავიხსენოთ, მისი ჯვარცმა უნდა გავიხსენოთ, ესე იგი, რომ მასაც ტკიოდა ჩვენი გულისთვის და როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცაო ჩვენთვისა და ჩვენც ჯვარს ვეცით ქრისტე ღმერთისთვის. აი ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომ ერთ წინადადებაში გამოთხა, ზუსტად ეგ არის, რაც წმინდა ილია მართალმა თქვა, ჩვენ ქრისტესთვის ჯვარს ვეცით. დღესაც, ესე იგი, ადამიანი, რომელიც ღვთის ერთგულებით ცხოვრობს, შეიძლება ამის გამო რაღაცა ფილიკიც მიიღოს, დაცინვა მიიღოს. და ესეც სწორედ ქრისტეს გულისთვის ჯვარცმა არის. საკმარისია შენ ქრისტეზე უარი თქვა, რომ არავინ არ დაგცინებს, ესე იგი, ამ წუთი სოფლის ჭკუაზე მოსიარული ადამიანი, იმიტომ რომ შენ მისნაირი გახდები და არ დაგცინებს ქრისტიანი, იმიტომ რომ შენ მას შეებრალები და შენ ის თავის წოდებზე ფიქრობს და შენ არ დაგცინებს, იმიტომ რომ თავი შეიძლება შენზე უღირსად მიაჩნია. მაგრამ არავინ არ დაგცინებს. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ შენ მაგ შემთხვევაში სწორ გზაზე ვიდგები. იქნებ სწორედ დაცინვა და შეურაცხყოფა ქრისტესკენ მიმავალ გზაზე დგომა. როგორც თავადაც ამბობს, რომ ნეტარ იყვნენ მაშინ რაჟამს გდევნიდან და გვყვედრიდან და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის, ანუ ჩემს გამო. იხაროდნენ და მხიარული იყვენით რამე თუ სასყიდელი თქვენი დიდად ცათაშინა. იმ დროს, როდესაც ჩემი გულისთვის დაგცინებენ, იხაროდეთ, მხიარული იყვენით, რადგან თქვენი ჯილდო, თქვენი სასყიდელი, თქვენი საზღაური დიდი იქნება. მაშინ, როდესაც დაგცინიან, როცა ჩვენ უღირსად ვიქცევით, მაშინ, როდესაც გვაკრიტიკებენ, ეგ კი არ არის სწორი. მაშინ ჩვენ ყური უნდა დაუგდოთ, ესე იგი.
რის გამო ჩვენ გლანცვალი, რის გამო საყვედურობენ. ზოგჯერ ადამიანი მორწმუნეა და ცხოვრობს თითქოს რწმენით, მაგრამ ოჯახში ბევრს საყვედურობენ სწორედ მისი მორწმუნეობის გამოდან. თითქოს მორწმუნეა, მაგრამ შეიძლება ურწმუნოზე უარესად იქცევ. და ის უნდა დაფიქრდეს, ესე იგი, რომ მე აბა როგორ ვიქცევი, ესე იგი. რატო არ მოსწონთ ჩემი საქციელი თუ მართლაც ღვთის ცნებებით ცხოვრობ? უნდა დაფიქრდეს ადამიანს. ჩვენ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ხიბლში ვართ. ხიბლი რა არის? არასწორი წარმოდგენა საკუთარ თავზე. სტუნებულები ვართ და ჩვენ სხვაგვარად მიგვაჩნია ჩვენი თავი, მაგრამ ზოგჯერ გარედან უკეთესად ჩანს ჩვენი მდგომარეობა. უფრო უკეთესად ხედავს, ამიტომაც კაცმა ხშირად საკუთარ თავს სხვისი თვალით უნდა შეხედოს. არა საკუთარით მიკერძოებულად, არამედ სხვისი თვალით უნდა შეხედოს. აი სხვა რო ესე მოქცეულიყო, როგორც მე ვიქცევი, მე მომეწონებოდა? სხვა რომ ასე ემეტყველა, მე მომეწონებოდა ასე რომ ეფიქრა დაუშვათ. და ის სხვისი თვალით უნდა შევხედოთ. როგორც სხვას უყურებთ განკითხვის თვალით, ისე ჩვენი თავი უნდა დავაყენოთ იმ ადგილზე და ჩვენს თავს უნდა შევხედოთ ასე. ის სხვისკენ განკითხვისთვის მიმართული თითი საკუთარ თავს უნდა მიუშვიროთ და უნდა ვთქვათ, რომ აბა ჩვენ როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. და მაშინ დავინახავთ ბევრ რაღაცას. ვაი ნებისმიერ მსახურებებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ადრეც მithქვამს და ვიმეორებ წმინდა მამის სიტყვებს ივანე კრონშტადტელისა, რომ ნებისმიერშიო მსახურებაზე დასწრებითო იკურთხებაო მთელი წელიწადის დღეები. დიდი ორშაბათის მსახურებაზე დასწრებით ორშაბათის, ყველა ორშაბათი, სამშაბათი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, როცა რეალურად აქვს ამის შესაძლებლობა და შეუძლია ვისი გადადებაც შეიძლება უნდა გადადო. რასაც ვერ გადადებ, იმას უბრალოდ ვერ იზამ და ის წინაშეც უწფელი იქნება. შეიძლება ადამიანი წუხდეს იმის გამო, რომ რაღაც მართლაც შეუძლებელი იყო მისი გადადება და ვერ დაესწრო მსახურებას და ამის გამო წუხდეს და ის გონებით აქ იყოს და ღმერთმა მისი ყოფნა უფრო შეიწიროს ტაძარში, ვიდრე აქ შეიძლება მე მოვიდე და გონებით სხვაგან იყო, ერთი სული მქონდეს, რომ წავიდე ტაძარში. შინაგან მდგომარეობასთან განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ღმერთი შეგვეწიოს, აბა ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. ჩვენ მსახურება ხვალ სოფელში გვექნება, მაგრამ საღამოს ისევ აქ იქნება. ჩვენთან არის ღმერთი.